მოგესალმებით ყველას მეგობრებო, რამოდენიმე მცირე განცხადება მინდა რომ გავაკეთო. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, თქვენ იცით რომ YouTube-ის გარდა პარალელურად, ასე ვთქვათ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს საქართველოს დროით 9 საათზე, მე თვითონ თბილისში ვცხოვრობ, ესე ვთქვათ, ვიდეოზარეთ მიმდინარეობს შეხვედრა. შეხვედრის დროს მე ვკითხულობ სახარებას წმინდა მამების გამარტებით ძველ და ახალ აღთმას და ვისაც გაქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ეხება იმ ადამიანს, ვინც ცხოვრობს უცხოეთში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვინც საქართველოში ხართ ბრძანდებით და ასევე დიდი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ასევე ჩაერთოთ, ესე იგი, ამ ჯგუფში WhatsApp-ზე. 20 იანვრიდან, ესე ვთქვათ, გავაახლებ შეხვედრებს და გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანი პირობაა ერთ-ერთი მეგობრებო, რა თქმა უნდა, სასურველია რომ სისტემატურად რომ დაესწროთ და ასე რომ, ესე ვთქვათ, დაახლოებით 5-6 ადგილი არის დარჩენილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც გაქვთ სურვილი, აი ამ ვიდეოს ქვეშ, ესე იგი, კომენტარის სახით მე დავწერთ ჩემ email-ს და სურვილის ამებრ, ესე იგი, ამ მეილზე მომწერეთ თქვენი სახელი, თუ საცხოვრობთ, მობილურის ნომერი, რომელზეც WhatsApp-ზე ხართ დარეგისტრირებული და შემდეგ მე დაგამატებთ ამ ბიბლიის ჯგუფში და როგორც ზემოთ გითხარით, ყოველ ოთხშაბათს, ორშაბათს და პარასკევს 9 საათზე თბილისის დროით დავრეკა ხოლმე და ვიდეო ფორმატით მიმდინარეობს ეს წმინდა წერილის კითხვა და სწავლა. რა თქმა უნდა, დასწრება არის სრულიად უფასოდ. ხო, ეხლა რაც შეეხება კიდე, მეგობრებო, თქვენ იცით რომ მინდა აქვე გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი, რადგან დაახლოებით 83% გამოწერვის გარეშე უყურებს და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ რომ გამოიწეროთ, ამით თქვენ დაეხმარებით არხს სახის განვითარებაში. თქვენ იცით არხზე ყოველდღე ვაქვეყნებ ვიდეოებს ძველი და ახალი აღთმიდან წმინდა მამების გამარტებით. ასევე ქართველი წმინდანების შესახებ არის წინასწარმეტყველებზე. არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ ფსალმუნები, ხო, წმინდა მამების გამარტებით, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და არის ბევრი საინტერესო თემები და საკითხები აქტუალური, ხო, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებისათვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია და ყველას გვაინტერესებს და გვაწუხებს და ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ რომ გამოიწეროთ და გააზიაროთ ვიდეოები, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს, ესე იგი, წაიკითხოს, მოусმინოს წმინდა წერილი და ამით თქვენ, რა თქმა უნდა, დიდ წყვილს შეიტანთ ღვთის სიტყვის და ღვთისნების გავრცელებაში. რა თქმა უნდა, აქ არა მარტო ჩვენი ქართველები ემიგრანტები მოусმენენ, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ, ასევე მოусმენენ, ესე იგი, ვისაც ესე იგი, უსინათლოები არიან, ხო, მოусმენენ ყურსასმენით და ასევე ვისაც სმენის პრობლემა აქვს, მათ შეუძლიათ რომ ყოველ, ესე ვთქვათ, ვიდეოში არის ქართული სუბტიტრები და ქართულად წაიკითხონ, ამიტომ ნამდვილად დიდ საქმეს გააკეთებ და უფალმა შეგიწიროთ და შეგეწიოთ ამ საქმეში. და ბოლოს, მეგობრებო, მე მინდა გთხოვოთ ძალიან კიდევ ერთხელ, ესე ვთქვათ, მოწიწებით, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით, გთხოვოთ რომ კომენტარებში გამოიჩინოთ პატივისცემა, ხო, ეს სპამები, ეს ბულები, შეურაცხყოფელი და უწმაწური სიტყვები და ეს ყველაფერი წაიშლება და ავტორებს იძულებული იქნები რომ დაბლოკო და ასე ვთქვათ, დაბლოკილნი იქნებიან და მათ ვერასოდეს ვერ შეძლებენ რომ დაწერონ კომენტარები. ყურებით კი ბატონო შეძლებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოიჩინოთ პატივისცემა კომენტარებში. კითხვებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაწერეთ კითხვები და მე როგორც წინა ვიდეოში, ესე იგი, თქვი რომ ესე მე დავაგროვებ, ესე ვთქვათ, რამოდენიმე კითხვას, როცა დაგროვდება ეს 15-20 კითხვა, შემდეგ ვიდეოს, ესე ვთქვათ, ჩავწერ და უპასუხებ ამ კითხვაზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი თანადგომისთვის და ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ და დარჩით ჩვენთან. გაიხარეთ. Da